წინააღმდეგობის პლატფორმა დღეს მუშაობას იწყებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროდასალურ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრის დროს მასსა და პარტიებს შორის მოქმედების წესებსა და ქვეყანაში არსებულ თამარ გამოწვევებზე კოორდინაცია შედგა. მისი თქმით, ქართული ოცნების ქმედებები და რეპრესიული კანონები ოპოზიციას ვერ შეაშინებს. ბრიფინგზე ზურაბიშვილმა პლატფორმის ხედვაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში ცვლილებების მიღწევას ისინი მშვიდობიანი გზებით შეეცდებიან. დღეს მიმდინარეობს კიდევ ერთი შეტევა პოლიტიკურ სპექტრზე, პოლიტიკური დევნა იღებს ახალ ეტაპს იჭერს და ჩვენც ამაზე ვართ შეთანხმებული. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ნახავთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ. ჩვენ ასევე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მოვამზადოთ ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც იქნება მიღებული საქართველოზე ძალიან ალბათ მკაცრი რეზოლუცია და სწორედ პოლიტიკური პატრიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე, ასევე იქნება პირველ პლანზე ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებული არის ამ დღეებში, რომელიც ცდილობს, რომ ერთის მხრივ ფარათი მთელი ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს გზები იყოს მონახული. მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის აზრით, პოლიტიკოსებმა ის დაპირებები უნდა გასცენ, რომელსაც შეასრულებენ. მისი თქმით, ეს პოლიტიკოსების მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავცეთ ის დაპირებები, რომელსაც შევასრულებთ. ანუ ნდობის აღდგენის პროცესსაც წარმოგვიდგენია, არარეალისტური დაპირებები ჩვენ აღარ უნდა გავცეთ და სისულელეები ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ. როგორც სპექტრმა და არარეალისტურ სისულელეებს არ უნდა დავუპირდეთ ხალხს. ეს არის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რასაც ვიტყვით იმას, რომ შევასრულებთ. ეს ერთი. მეორე, მოვემსახურებდით პროტესტის ამოცანებს. ანუ თუ პროტესტის მონაწილეებს სადაც უჭირს, იქ დავეხმარებით, იქ გავაერთიანებთ ძალისხმევას. ანუ ხალხის ინტერესების სამსახურში ჩავდგებით, ბელადების ინტერესების სამსახურიდან გამოვა პოლიტიკური პროცესი და ჩადგება ხალხის ინტერესების სამსახურში. ამას ველი ამ პროცესისგან. ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების რეპრესიებს არ ურიგდებიან და ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის იბრძოლებენ. საკითხები არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ქვეყნის გამოყვანა ამ უძებესი კრიზისიდან. ეს არის საკითხები, რომლის სირგვლივაც ამ პლატფორმაზე, ამ წინააღმდეგობის პლატფორმაზე იქნება საუბარი და მსჯელობა ამ პლატფორმის მონაწილეთა შორის. მშვიდობიანი პროტესტის გარდა ჩვენ გვაქვს ასევე საუბარი ჩვენს პარტნიორებთან, ანუ ბრძოლის ფორმა არის ერთი, მშვიდობიანი პროტესტი, უწყვეტი პროტესტი და შეურიგებლობა რეპრესიებისადმი, შეურიგებლობა ძალადობისადმი. პარტიებს შორის კოორდინაციის გაღრმავებას სავალდებულოდ მიიჩნევს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. მისი თქმით, საზოგადოება პროტესტს არ წყვეტს და ამის ფონზე პოლიტიკურმა აქტორებმა მოქმედება უნდა განაგრძონ. კოორდინაციის გაღრმავება არის არა სასარგებლო უბრალოდ, არამედ ჩვენი ვალდებულება, ყველა პოლიტიკური აქტორის, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ბევრად უფრო კოორდინირებული პროდუქტი, მოქმედება, იმიტომ რომ ბევრი მოთამაშეა, ხო, არის პრეზიდენტი, რომელსაც არის ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, არის პარტიები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს წინადადება მისასალმებელი, ამიტომ ვართ აქ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გუშინდელი აქცია შედგა, უამრავი ადამიანი გამოვიდა, ჩვენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახეთ, რომ არ წყდება საქართველოში ბრძოლა და ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე. მესამე, ეს არის საგარეო ფრონტი, სადაც ასევე გვმართებს კოორდინირებული და მოწესრიგებული მუშაობა. დღეს პრეზიდენტის მიმართვა ბრიტანეთის პარლამენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამის შინაარზეც ვისაუბრებთ და ჩვენ რაც უფრო მეტად მოწესრიგებულად გავაგრძელებთ მუშაობას, პოლიტიკური აქტორები ეს წარდგება საქმეს. ფედერალისტების ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტთან ახალ ფორმატს თავად ფედერალისტები გახარია საქართველოსთვის ლელო, დროა, თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო და სტრატეგია აღმაშენებელი შეუერთდნენ. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობა, გირჩი მეტი თავისუფლება და ახალი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, მათი პარტია არც ერთ ფორმატს არ ემიჯნება, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგი ბრძვის, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ცერემონიალური ფორმატებისთვის დრო არ არის.
ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად არ ემიჯნება არც ერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, რაოდენ დაბალი არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები კონკრეტულ შედეგებთან დაკავშირებით და ეს მოლოდინი ეფუძნება ბოლო 5 თვეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ფორმატში მონაწილეობდით, რაც შეიქმნა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ. ასე რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას საკითხებიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ ამავდროულად მიგვაჩნია, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ივანიშვილი გვართმევს სახელმწიფოს პარტიებს გაუქმებით ემუქრება და რუსული მეთოდებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს, სამოქალაქო აქტივისტებს თუ დემონსტრანტებს, ნამდვილად არ არის ბევრი დასაკარგი დრო ცერემონიალური ფორმატებისთვის, რომელსაც ძალიან ლიმიტირებული შედეგი აქვს. წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პირველად 31 მარტს პროტესტის 124 დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ მრავალათასიან აქციაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, პლატფორმას შეუძლია გააერთიანოს ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტია, რომლებიც განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად ახალი სამართლიანი არჩევნებისა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებისთვის ერთად იბრძოლებენ. მიზნის მისაღწევად საჭიროა ამ ბრძოლას ქუჩის პროტესტთან ერთად და მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატიც. ამიტომ შემთავაზე და დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღია ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომელიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი, დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. გუშინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია გაიმართა. დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ადგილიდან რამდენიმე მსვლელობა მოეწყო. მარშის მონაწილეები საბოლოოდ პარლამენტის წინ მივიდნენ. პროტესტის მონაწილე მოქალაქეები ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. საგანგებოდ ამ დღისთვის რუსთაველის გამზირზე დმანისში დაწყებული სამდღიანი მარში დასრულდა. თბილისში ჩამოსასვლელად პროტესტის მონაწილეებმა ფეხით 100 კილომეტრი გაიარეს. სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაახლოებით 1 საათში პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის უკან გადაინაცვლა, სადაც ფოიერვერკები გაისროლეს.